მოგესალმებით, მე ვარ გიორგი შაქარაშვილი, Toyota Center Tegeta-ს გაყიდვების მრჩეველი. დღეს მე ვისაუბრებ Toyota-ს ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ, დახვეწილ და ეკონომიურ სედანზე, რომელზეც მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში Toyota Center Tegeta-ში 10,000 ლარამდე ფასდაკლება გვაქვს. დღეს განსხვავებული ტიპის test drive გექნება, შევეცდები მაქსიმალურად ნაკლებად შევეხო მის ინტერიერსა და ექსტერიერს, რადგან Toyota Camry-ს განსაკუთრებული წარსდგენა არ ჭირდება, ის უკვე ძალიან პოპულარულია საქართველოში როგორც ახალ, ისე მეორად ბაზარზე. წარმოგიდგენთ Camry ჰიბრიდის აქციო კომპლექტაციას, ვისაუბრებ მის ზოგად მახასიათებლებზე, უსაფრთხოების სისტემებზე და ყველა იმ ფუნქციაზე, რომელიც ამ მოდელში დაგვხვდებათ. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მარტივად აღსაქმელი იყოს, მე და ჩემი სააქციო მოდელი დამატებითი კამერებით აღვიჭურვებით. ნახოთ test drive-ის მსვლელობისას კიდევ რამდენ ფუნქციას გამოამჟღავნებს დადებიც ჩვენი სააქციო მოდელი. მსვლელობისას ნახოთ თუ რა დამატებითი პლუსი აქვს Camry ჰიბრიდის სააქციო კომპლექტაციას. Toyota Camry ჰიბრიდის წვა შერეული 100 კილომეტრზე კატალოგის მიხედვით არის 4,3 ლიტრი. ხშირად არის ხოლმე საუბარი მომხმარებლების მხრიდან იმის შესახებ, რომ ყოველთვის მეორად ნაკლები წვა წერია კატალოგებში, რაღაც ხრივ არის ამაში რაღაც სიმართლეც, იმიტომ რომ მომწოდებელს წვა უწერია მინიმალური, ასე ვთქვათ, იდეალურ პირობებში ექსპლუატაციის შემთხვევაში. მე გავითვალისწინე ეს ყველაფერი, დღეს ჩვენს მაჩვენებელთა დაფაზე გავანულებთ წვას. დიდხანს დავაწევით აი ამ OK Relax და ვნახოთ ყოველ რეჟიმზე Camry ჰიბრიდი რამდენ საწვავს მოიხმარს. ერთად ახლა შეგვიძლია დავაყენოთ ჩვენ ეკო რეჟიმზე. უბრალოდ განვაგრძოთ სვლა. არის ხოლმე კიდევ მომხმარებლებში ესეთი შემთხვევა ხშირად, რომ საბაზისო კომპლექტაცია ყველას გონია ძალიან მინიმალური შესრულებით, ეგრეთ ასე რომ ვთქვათ, უხეშად მხოლოდ საჭე და პედლები და კონდიციონერი, ეს რა თქმა უნდა ასე არ არის. Toyota-ს ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გათვალისწინებულია გამომდინარე იქედან, რომ Camry მაინც ფლაგმანი მოდელი არის. მომხმარებლებში ძალიან დიდ სიმპათიას იმსახურებს. და ყველაზე მინიმალურ კომპლექტაციასაც, ასე ვთქვათ, საბაზისო კომპლექტაციას მონიტორი, უკანხედვის კამერა, ამზომის, ასე ვთქვათ, პარკინგ კონტროლი, წინ უკან მხარეს, რა თქმა უნდა, კლიმატ კონტროლი უკან მგზავრებისთვის, მესამე ზონის კლიმატ კონტროლი აქვს. მაჩვენებელთა დაფა ჰიბრიდებს ყველას აქვს ზუსტად აი ამ ზომის, რასაც ხედავთ, აქ ყველაფერი შესრულება, აი ეს დეტალები, რომელიც ტყავით არის გაკეთებული და უფრო უზრუნველყოფს ავტომობილის ხმის იზოლაციას და კომფორტულ მგზავრობას. ყველა კომპლექტაციაში არის თავმოყრილი უსაფრთხოების სისტემები, რომელიც ჩვენს მულტიფუნქციურ საჭეზე გვემატება უკვე 2019-20-20-იან მოდელებში, ანუ შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა და ზოლების გადაკვეთის სენსორი. ეს ყველაფერი აქტიურად არის ჩართული, გააქტიურებული და რა თქმა უნდა გადავიდეთ პირდაპირ უსაფრთხოების სისტემებზე, რომლებზეც წეგან გავამახვიდოთ ყურადღება. Toyota-ს უსაფრთხოების სისტემებზე არის ხოლმე კიდევ ისეთი შეხედულებას მომხმარებლების მხრიდან, არა მხოლოდ Toyota-ს ზოგადადაც, რომ მას არ უნდა ენდოდა. რა თქმა უნდა, არ მუშაობს ესეთი რაღაცები, ისმის ხოლმე, მაგრამ Toyota-ს უსაფრთხოების სისტემები მუშაობს ძალიან კარგად. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს ეს იმის საფუძვლს, რომ მოვადუნოთ ყურადღება, მაგრამ ზოლების გადაკვეთის შემთხვევაში, ან ავტომობილთან მიახლოების შემთხვევაში, ყველაფერი იდეალურად მუშაობს. მაქსიმალურად ზუსტად აქვს გათვლილი Toyota-ს ეს ყველაფერი, რომ ფლობელს ავტომობილის კომფორტი შეუქმნას და მის უსაფრთხოებაზეც იზრუნოს. Toyota-ს უსაფრთხოების სისტემები, ეგრეთ წოდებული TSS-ადაც მოიხსენიებს ხოლმე მომხმარებელთა უმრავლესობა. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვადევნოთ თვალყურიან ჩვენ სპორტ კომპიუტერს. აი მაგალითად შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა, ეგრეთ წოდებული pre-collision-ი უკვე გააქტიურებულია. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ სხვა სისტემებით თუ არის ჩართული, იმიტომ რომ წეგან ჩვენ ასე ვთქვათ, ქარხნულზე დავაყენეთ ყველა პარამეტრი, ეს არის ხაზების გადაკვეთა, დიდხანს დავაწევით OK-ს, ზოლების ასე ვთქვათ, ასისტი დამხმარე ჩართული არის, სენსიტიურობა სტანდარტულზე აყენია. ყველა აქ საჭირო ფუნქცია გააქტიურებული არის. შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა, როგორც წეგან ნახეთ, ჩართული იყო, სენსიტიურობა შეგვიძლია აქედან დავარეგულიროთ მეტრების მიხედვით, ჩვენ გვიყენია ხა საშუალოზე. ასე ვთქვათ. ავაყენოთ მაქსიმალურად გრძნობიარე, შორიდან რომ გაგვახსოვს პარკინგებიც გააქტიურებულია.
ასევე საგზაო ნიშნების ამოცნობა, რომელიც არის ქარხნულად, ასე ვთქვათ, 1 კილომეტრი აქვს ავტომობილის გარბენი უკვე ახალს ჩართული არის. თავისთავად და ნიშნების ამოცნობა მუშაობს მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც ვთქვათ, ნავიგაციას აქვს წვდომა და კამერას, რომ დაინახოს ნიშანი თუ კონკრეტულად რომელ, ასე ვთქვათ, უფრო ხშირად არის ხოლმე გამზირებზე, რამდენი არის დაშვებული მოძრაობა. მატერიალებზე გქონდა საუბარი, თუ რა მატერიალებით არის Toyota Camry-ის ინტერიერი გაწყობილი, რაც წეგან აღნიშნეთ, აი მოხმარებელთა თქვათ პრეტენზია ყოველთვის არის იმაზე, რომ შიგნით დეტალები არ არის ხოლმე ხარისხიანი, არ აქვს ამას მნიშვნელობა Toyota იქნება თუ სხვა მარკის ავტომობილი, მოხმარებელს სჭირდება შიგნით კომფორტი მაქსიმალურად ჩუმი და რბილი ავტომობილი, რომლის სტანდარტებსაც Toyota Camry აკმაყოფილებს. ძალიან კომფორტული და ძალიან რბილი ავტომობილი, ახლა შეიძლება თქვენ ვერ გრძნობთ, მაგრამ TNGA პლატფორმა, რომელზეც არის ეს ავტომობილი თავიდან ბოლომდე აგებული, ძალიან დიდ კომფორტს იწვევს, ასე ვთქვათ. გარდა იმისა, რომ ბორტკომპიუტერზე გვიჩვენებს წვას, შეგვიძლია აქ დავაყენოთ, როდის მუშაობს ჰიბრიდული სისტემა, აქვე შევხედოთ. რამდენი გვაქვს საბურავებში წნევა, რეკოლიჯენ სისტემი რა დონეზე მუშაობს. როდის დავდივართ ელექტროძრავით და როდის გვეხმარება ბენზინის ძრავი. ასევე შეგვიძლია ამ მონიტორზე დავაწვეთ ჩვენს ისტორიას, თუ რა დროს რა სიჩქარით მოვდივართ, რა გვაქვს საშუალო სიჩქარე, რამდენი კილომეტრს გავივლით ასეთი სტილის ტარებით შემთხვევაში. ასევე მოგეხსენებათ, Camry-ს აქვს 3 რეჟიმი, ეკო, ნორმალი და სპორტი. სპორტ რეჟიმის შემთხვევაში ავტომობილი ხდება უფრო მეტად მართვადი, ასე ვთქვათ, მარტივად მართვადი, საჭე უფრო ძლიერდება, რაც მეტ სპორტულობას ატებს ავტომობილს, მოსახოვებში მარტივად შედიხართ, უფრო ხდება ბევრად აგრესიული და წვასაც მხოლოდ დაახლოებით 9 litrით მოატებს ავტომობილს. მეტად თვალსაჩინო რომ იყოს, როგორ მუშაობს ეგრეთ წოდებული pre-collision სისტემი, ანუ შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა. ჩვენ ვეცდებით რა თქმა უნდა, დაცულ ტერიტორიაზე და ყველანაირი უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ვანახოთ მოხმარებელს, როგორ მუშაობს ეს სისტემა. ავტომობილი აღიქვავს ჩვენ წინ მდებარე მანქანის და ავტომატურად დაამოხროჯა. დააგვირდებოდით, დაგვინთო ბრეიქის, ასე ვთქვათ, წინციმი დაიწყო, თუ მწოლი ყურადღებას არ მოიკრებს და მუხრუჭის გამოყენებას დააგვიანებს რამდენიმე წამის მიასედით, ავტომობილი თვითონ გადაწყვეტს, რომ შეაჩეროს სვლა ექსტრემალურ პირობებში. ახლა კი უკვე ვნახავთ, როგორ მუშაობს ზოლების გადაკვეთის სენსორი, ასე ვთქვათ, აი ეს ღილაკი, რომელიც წეგან ვახსენეთ, როდესაც ჩვენ არ გამოვიყენებთ მანათობელს, ეგრეთ წოდებულს მარცხენა მხარეს, როცა გვინდა გადასვლა და გადავკვეთავთ გზას ისე, რომ არ ჩავრთავთ მას, გვიცივცემს, რომ ჩვენ გზა გადავკვეთეთ. ეს იმის მანიშნებელი არის, რომ ყურადღებას მოვიკრებთ, ავტომობილი შეგვახსენებს, რომ ზოლში დავბრუნდეთ, გარდა ამისა ავტომობილი ცდილობს საჭეს თლიანად ხელი რომ გაუშვათ, დაბრუნდეს იმ ზოლში და არ მოგცემს იმის უფლებას, რომ ზოლი გადავკვეთოთ და ხოლო თუ გადავიდა მაინც, დაიწყებს ტრიპიც, როგორც წეგან გაჩვენეთ. ხალხო ჩვენ 100% ვართ ზოლში, ველოდობთ რომ მაინც რომ გადავკვეთავთ, წვეთელს იწყებს სიმცემს. აი ამ ფუნქციამ რომ იმუშაოს იდეალურად და გამართულად, უნდა მივდიოდეთ დაახლოებით 50-დან 60 კმ/სთ სიჩქარემდე, ხო ჩვენ ავითარებთ 60 და 10 კმ/სთ სიჩქარეს და გადავდივართ გვერდით და ავტომობილი იწყებს ზოლში უკან დაბრუნებას. თავისით. როგორც გახსოვთ ტესტ-დრაივის დასაწყისში ჩვენ გავანულეთ ავტომობილის თუ არა შეგვედარებინა მომწოდებლის მიერ დაწერილ კატალოგში წვასთან და ჩვენ გავიარეთ დაახლოებით 70 კმ მას შემდეგ და ავტომობილის თუ როგორც ხედავთ არის 6.4 ლიტრი. ზაფხულის პერიოდში, როდესაც ჩვენ კლიმატ კონტროლი ან კონდიციონერი ჩართული გვაქვს მაქსიმალურ დაბერვის სიმძლავრეზე, მინიმალურ ტემპერატურაზე და ძირითადად ვიარეთ სპორტ რეჟიმით, რაც დამეთანხმებით იდეალური თუ არის. რაც შეეხება ჩვენს დათუნიას და გაინტერესდებოდათ რა თქმა უნდა ვინ არის ჩვენი ახალი სტუმარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს Camry-ის ინტერიერში. ეს დათუნია არის Toyota Casco-ს დათუნია, რაც ნიშნავს იმას, რომ როცა ავტომობილში ეს დათუნია შეგხვდებათ ნებისმიერ ადგილას, ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი არის დაზღვეული Toyota Casco-ში. Toyota Casco-ს დაზღვევით სარგებლობს ავტომობილი, ეს არის Toyota-ს ახალი დაზღვევა, რომელიც პროცედურულად ძალიან გამარტივებული არის, პირობები აქვს ძალიან კარგი საქართველოს ბაზარზე. ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს თავის ტარიფით და რა თქმა უნდა ნულოვანი ფრანშიზით, ავტომობილის ნებისმიერი ზიანი
დაზიანება, ნაწილის შეკვეთა იქნება ეს, ნაწილის აღდგენა იქნება თუ შეღებაა. როდესაც ჩვენ კასკოში ყავს დაზღვეული ავტომობილი, ამაზე დიდი სადარდებელი არ გვაქვს, ასე ვთქვათ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სამღებრო სათუნუქე სამუშაოები ემსახურება ყველა ჩვენთან დაზღვეულ ავტომობილს. პროცედურა ყველაზე საინტერესო რაც არის, ძალიან გამარტივებული არის, იმიტომ რომ ცენტრიდან ავტომობილი პირდაპირ დაზღვეული გაგვყავს. ასე ვთქვათ, არ გვიწევს ცალკე ტექპასპორტისთვის სურათის გადაღება, გადაგზავნა ჩვენი აგენტებისთვის, ან ასე შემდეგ. პირდაპირ ავტომობილის უშუალო მსვლელობისას, ყიდვის მსვლელობისას, როდესაც ავტომობილს იფორმებთ პარალელურ რეჟიმში, კასკოთი დავაზღვევთ ავტომობილს, რაც დაახლოებით 15-20 წუთს მოიცავს და ცენტრიდან პირველივე კილომეტრიდან ავტომობილს გაიყავთ დაზღვეულს. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ახალ ავტომობილებს. მოგეხსენებათ Toyota Tegeta-ში Toyota Plus-ის სერვისიც გვაქვს, რაც მოიცავს მეორადი ავტომობილების, სერტიფიცირებული მეორადი ავტომობილების გაყიდვას და ჩაბარებას. ასეთი ავტომობილების შეძენის შემთხვევაში შეგვიძლია დავაზღვიოთ Toyota Casco-თი. Toyota Casco ახალი პროდუქტი არის ბაზარზე. მომხმარებელთა უმრავლესობას შესაძლოა დღემდე არ აქვს ინფორმაცია არანაირი მის შესახებ, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ ეს დაზღვევა არის საუკეთესო, კლიენტზე მორგებული პირობებით და ძალიან დიდი კომფორტით. შევეცადეთ დღევანდელი ტესტ-დრაივი მაქსიმალურად ინფორმაციული ყოფილიყო. დავამატებ იმას, რომ ამ კონკრეტული კომპლექტაციის შეძენა Toyota ცენტრ Tegeta-ში შეგიძლიათ როგორც ბანკით, ასევე ლიზინგით. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ Toyota Camry ჰიბრიდზე მიმდინარე ზაფხულის ბოლომდე Toyota ცენტრ Tegeta-ში გვაქვს 10,000 ლარამდე ფასდაკლება.